მეგობრებო, დღეს უკვე ჩავწეროთ ჩვენი თოჯინის თმების მოგსოვა. მე ნახევარზე მეტი მოგსოვე, იმიტომ რომ თავდადად ჩავწერე ვიდეოები წამეშალა და ხა მოკლედ აგიხსნით, ძალიან ადვილია. თავიდან ვიწყებთ, როგორც თავს ვხსოვთ, თავის იმაზე გადავიდეთ უზორზე. თავიდან ვიწყებთ, დავწერთ ამ მაღლა მე 6 თვალით, 6 თვალი აყავს 12-ზე მეორე რიგში, მესამე რიგში 1 თვალი და ნამატი, 2 თვალი და ნამატი, ყველა რიგზე უმატებთ და ბოლოს ავდივართ თავის რა ქვია ნახატით იმას ავქნათ უზორით. ბოლოს უნდა ავიდეთ 7 თვალი და ნამატი 6 ჯერ, სულ უნდა დაგვრჩეს 54 თვალი. აი ასეთი უნდა გამოგვივიდეს 54 თვალი. ღია ვარდისფერით ვქსოვ. ხა შეიძლება იასამნისფერი ჩანს ტელეფონზე, მაგრამ ღია ვარდისფერია. შემდეგ ყველა თვალში 34 ღერი უნდა მოგსოვოთ. უნდა ავიღოთ 75 თვალი. 75 ჰაეროვანი თვალი. 2, 3, ესე მოგსოვოთ 75 თვალი. მოგსოვოთ 75 თვალი და გავაგრძელოთ. მოგსოვეთ 75 თვალი. მეორევე თვალში უნდა მოგსოვოთ ნამატი. აი ეს. 5 თვალში 5 ნამატი უნდა მოგსოვოთ. ერთხელ უკვე მოგსოვეთ, მეორე თვალში ვაკეთებთ ნამატს. მესამე თვალში ვაკეთებთ ნამატს. ეს იმიტომ ვაკეთებთ, რომ კურულები გამოვიდეს. მეოთხე თვალში ვაკეთებთ ნამატს. მეხუთე თვალში ვაკეთებთ ნამატს. ეხლა 53 თვალი ჩვეულებრივი ყველა თვალში თითო თვალი მოგსოვოთ. ჩვეულებრივად მოგსოვოთ 53 თვალი მოგსოვოთ და გავაგრძელოთ. მოგსოვოთ 53 თვალი, დაგვრჩათ 16 თვალი. ვაკეთებთ ნამატს, უყრით თვალში 3 თვალი გვაქვს, ეს სამივე თვალი ერთად. ვაკეთებთ ნამატს, უყრით თვალში სამივე ერთად. მოკლედ რაბზანი უნდა მოგსოვოთ 16 ჯერ. აი ასე. მოგსოვოთ 16 ჯერ და შემდეგ გავაგრძელოთ. მოგსოვოთ 16 თვალი. ეხლა მეგობრებო, წესით ერთ თვალს ვახტევით ხოლმე და მეორე თვალში უყრით, მაგრამ ამ მასში თოჯინაზე გვერდზევე არაფერს არ ვახტევით, გვერდზევე გამოგვაქვს თვალი და გაცურებას ვაკეთებთ. ჩავამაგროთ. ისევ 75 თვალი. მეგობრებო, 34 ღერი, აი ასეთი ღერი უნდა მოგსოვოთ ყველა თვალში. სულ გვაქვს 54 თვალი, ხო? 34 მოგსოვოთ. აი ასე, როგორც ახლა განახეთ. 20 თვალი უნდა დავტოვოთ აქ. 34-ს რომ მორჩებით, მოწყვეტეთ ძაფი. 20 თვალი უნდა დავტოვოთ აქ და შემდეგ გავაგრძელოთ. 34 ღერი მოგსოვოთ და შემდეგ გავაგრძელოთ. მოგსოვეთ მეგობრებო, აი ასეთი გამოგვივიდა, ძალიან შრომა ტევადია, ძალიან ბევრი თმა აქვს. 34 ღერი, ადვილი არ არის ამის გსოვა მეგობრებო. მაგრამ წაღმა მხარე შიგნით დარჩება. აი ასე. უკანა მხრიდან უნდა დავაფაროთ თმა. ეხლა ისე უნდა მოგსოვოთ, რომ თმების შუბლზე გადადის მაღლა. ბურდასურას ეძახდნენ ადრე ხოლმე მაგ ვარცხნილობას. ამიტომ უკანა მხრიდან უნდა დავიწყოთ ღეროების თმის ღერის ამოყვანა. ვაკეთებთ თვალს. ჩაუყაროთ პირველ თვალში. აი ასე.
უკანა მხარეს, მეგობრებო, აი უკანა მხარეს, შიგნითა მხარე. და როგორც აქ მოგხსოვოთ 75 ღერი. არაფერი არ იცვლება, მეგობრებო. უბრალოდ უნდა მენახევინა, რომ ჩოლკის მხარე შიგნითა მხრიდან უნდა მოგხსოვოთ. იგივე ვგხსოვთ 75 თვალი, 5 თვალი ნამატი, მერე 53 თვალი, ჩვეულებრივი ხაეროვანი თვალი, 16 თვალი მოკლედ რაბზანი და ყოველ თვალში უნდა ჩავამაგოთ. 20 მეზღერი უნდა გავაკეთოთ და შემდეგ გავაგრძელოთ. მოგესალმებით, მეგობრებო, დღეს უნდა გავაკეთოთ სახის მოყვანილობა. ჯერ თვალები დავჭიმოთ. აქ ყელიდან უნდა შევიდეთ და აი დაახლოებით აქ თვალიდან პირველი მეორე რიგში უნდა ამოვიდეთ. მასი არის ცოტა ესე გავაკეთოთ, ჯერ დაბლიდან გამოვეყვანოთ. აი ასე. ერთი თვალით მაღლა ჩავუყაროთ და მეორე მხარეს გავიდეთ. კანის ფერით ვაკეთეთ. რა ფერითაც თავი გვაქვს მოხსოვილი, იმ ფერით ვაკეთებთ. ერთი თვალით დაბლა და ისე უკან გამოვდივარ ყელიდან. ეხლა ეს ორივე ძაფი მოვქაჩოთ, მეგობრებო, კარგა. მოვქაჩოთ კარგა, აი ასე და გავნასკოთ. აი ეს. ეხლა გავუკეთოთ. მოდი პარე კრემის ფერი ძაფი გვაქვს აღებული და ხვირიც ეს გავაკეთოთ პარე. არა იყოს. თეთრი ძაფი ავიღოთ, თეთრი ძაფით გავუყაროთ ნევში. გავაკეთოთ ნასკვი და ისევ ყელიდან ამოვიდეთ. თვალის ძირში, აი აქ, მეგობრებო, ამოვიდეთ, აი ასე, ძალიან არა მოვქაჩოთ. ეხლა ეს ჩვენი ძაფი აი ესე დავგრეხოთ. კარგად დავგრეხოთ, შეიძლება ორი პირითაც დავჭირდეს, შევხედოთ. და აი თავის წვეროში
გამოვიდეთ და მეორე მხარეს იყოს მოდექსა გამოვიდეთ და მე გავასწოროთ. ეს ხელი დავიჭოთ, რომ ეს დაგრეხილი ძაფი არ დაგვეკარგოს. აი ასე. თვალთან მივიდეთ. აი აქ. აი ასე. ესეც ესე დავახვიოთ ძაფი. დავგრეხოთ. და აი აქ ჩავუყაროთ. აი აქ. აქ იქნება, მოდი აი აქ. ჩავუყაროთ და მაღლა ამოვიდეთ. შევხედოთ თვითონ პირი ეყოფა. ეყოფა მგონი. აი ასე. სხვა გავაკეთებ. ათხრად გამოვიდა სეფა. არა, კაია. გამოვიდეთ სადმე უკან მაღლა და მოვაჭრეთ ძაფი. აი ასე. ეხლა მუქი ყავისფერი გავუკეთოთ. გავუკეთოთ მუქი ყავისფერი. ცოტა დიდი ძაფი გავაკეთოთ, იმიტომ თვალზეც უნდა დავახვიოთ. მოდი ახლა ერთ თვალს მე გავაკეთე, მეორე თვალი ერთად გავაკეთოთ. დამოუკიდებლად ერთი თვალი გავაკეთე, მეგობრებო, თეთრი ძაფი დაიკარგა, ამიტომ ახლა ორი პირი გავაკეთოთ, ჯერ ეს ყავისფერი მოვჩეთ. მაღლა გამოვედი მე. ჩავდივართ და გამოვდივარ თვალის აი ამ ადგილში. და თვალის დაბლა უნდა ჩამოვიდეთ. აი ასე. 1, 2, მესამე თვალში უყურეთ. ცრავად 1, 2, 3. ორ თვალში უყურეთ, აქ ცოტა სხვანაირად არის. ორ თვალში უყრით. აი ასე. ცერაოთ და ავდივართ ერთი თვალით მაღლა. ძალიან არ გაუჭიროთ, მეგობრებო, იმიტომ ზედ ძაფი უნდა შემოვახვით. უყრით აი ასე და ერთი თვალით გვერდზე გამოვდივართ. აი ასე და ცოტა სადაც ამოვედით თავი და იმ ადგილში უყრით. ავდივართ მაღლა წარბი სადაც არის ზოლზე, მაგ ზოლზევე. ზოლის დასაწყისიდან იგივე ის არის 2, 3, 4, მეოთხე თვალში დისტანცია. აი ასე. აი ასე. 4 თვალი, 1, 2, 3, 4 და 1 თვალით დაბლა ჩავიდეთ. და ისევ აი ამ ადგილზე ამოვიდეთ. აი ამ ადგილზე გამოვიდეთ. აი ასე.
ერთი თვალით წინ რომ გავკეთებინა წარვი, მგონი უფრო ლამაზი გამოგვივიდო და თუ არ ვცდები, მოდი ჩავშალოთ და ერთი ზოლის, იცი რა არის, სწორი რო არ მიდის ნაქსოვი, ერთი არ ჯდება არას. ერთი თვალით გავუყაროთ, ერთი თვალით წინ გადავიტანოთ. ერთი თვალით წინ გადავიტანოთ. აი მეგობრებო, ახლა ჩაუყაროთ ესე და ერთი თვალით წინ გადავიტანოთ. მეგობრებო, ერთი თვალით წინ გადავიტანოთ, აი ასე. თქვენი ნამუშევარი ესე შეადარეთ, დადეთ, რომ მიხვდებით, ახლა მე შევხედეთ, რომ მივხვდი, რომ სად უნდა გამიგდე. ერთი თვალით წინ, 1 2 3 4, 4 თვალი 1 2 3 4 და ერთი თვალით დაბლა ჩამოვიდეთ და ისევ ამ წვერში გამოვიდეთ. აი ასე. ეხლა მეგობრებო, ამ ძაბში ხელით დავიჭერთ ამას სწორად, ერთმანეთზე არ გადავიდეთ ლამაზად. ასე ვატაროთ, შიგნით თან ხელით ვასწოროთ ძაფი, რომ ყველა მასზე თანაბრად გადანაწილდეს. აი ასე, რომ ერთმანეთზე არ აიკორძოს, ხელით ვასწოროთ თან. რიგის ბოლომდე ჩავიდეთ, აი ასე, თელ ძაფზე გადავახვიოთ თანაბრად, ხელით ვასწოროთ, რომ ერთმანეთზე არ გადავიდეს, აი ასე, ერთიც დავახვიოთ და აი საიდანაც დაწყებულია, აი აქ ჩავარჭოთ და მაღლა გამოვიდეთ. ლამაზი თვალი გამოგვივიდა. მოდი ხა თეთრი ძაფი გავუკეთოთ და თეთრი ძაფი ერთხელაც ჩავატაროთ, თორე დაგვეკარგა. მოდი ორ პირი გავაკეთოთ. ძალიან სქლად დადგება, ერთი პირი იყოს ისე. შევუყაროთ აქ. გამოვიდეთ აი აქ. აი აქ. ჩანს კიდევ ჩვენ თეთრი ძაფი, აი აქ ჩავუყაროთ. ძალიან არ გაუჭიროთ, მეგობრებო, რომ ისევ არ დაგვეკარგოს. აქ ქონდა ძალიან გაჭირილი, მაგრამ დაიკარგა, არ ვიცი, აი ეს. თანხმად დავტოვოთ. ჩავიდეთ ისევ ამ თვალიდან დაბლა. გამოვიდეთ. მოდი ახლა ეს ახლობს არის აქედან უფრო გაგვიადვილდება. ასე და ესეც ასე. აი ასე. ეხლა უნდა გავაკეთოთ ცხვირი, ისევ
კანის ფერს ვაკეთებთ, რითაც თავი გვაქვს მოქსოვილი. ორი პირი ავაგოთ. თვალზე უნდა გავაკეთოთ მსხვილი მეგობრობა. შუა წერტილი მოვძებნეთ, აი ჩემი შუა წერტილი ეს არის. დაბლიდან ამო მაქვს ძაფი. ერთი რიგით დაბლა კეთდება. თვალიდან ერთი რიგით დაბლა. 2, 4. ოთხი თვალი გადავითვალოთ. 1, 2, 3, 4. და ისევ იმ ადგილზე გამოვიდეთ, სადაც შევუყარეთ. აი ასე. ძალიან არ გაუჭიროთ მეგობრებო. ეხლა ნებს ვატრიალეთ აი ესე უკნიდან და როგორც თვალზე გავაკეთეთ, ესე ხელით ვასწოროთ თან, ცხვირზე ესე ვატაროთ. აი ასე. ხელით ვასწოროთ. რომ ლამაზი გამოგვივიდეს. ესე. ხელით ვასწოროთ აუცილებლად. ისევ ამ ნასურეთში ჩაუყაროთ და უკან სადმე გამოვიდეთ. აი ასე. ესეთი ლამაზი ცხვირი გამოგვივიდა. მოვჩით უკვე თვალისა და ცხვირის და წარბების და წამწამების გაკეთებას. ეხლა უნდა გავაკეთოთ ყურები, უნდა მოვქსოვოთ. ჩვენ თოჯინას თუ არ ვცდები, პომადა არ აქვს. ტუჩები არ აქვს, კი. შეგიძლიათ თქვენ თორმე, აქვე ორი რიგის დაბლა, ლამაზად ბრძოლებით გავუკეთოთ წითელი ფერი. ეხლა ყურები. ცოტა დიდი ძაფი დავტოვოთ, აი ასე. ერთი თვალი გავაკეთოთ. უბრალოდ 3 თვალი გავაკეთოთ და მეორე თვალში 6 თვალი ამოვიყვანოთ. 1, 2, 3, 4, 5 და 6. 6 თვალი ამოვიყვანეთ. მოვტრიალდეთ და 5 თვალი მოვხსოვოთ. 1, 2, 3, 4 და 5. 5 თვალი მოვხსოვოთ. 1 თვალი, ხაროვანი თვალი მოვხსოვოთ და გრძელი ძაფი მოვყიდოთ. მოვაჭრეთ. მეორე ყურიც ესე გავაკეთოთ. მოვხსოვეთ მეგობრებო ორივე ყური. ეხლა
დასასრულიდან, თვალის დასასრულიდან 1, 2, 3 1, 2, 3 4 თვალი გადავითვალოთ 4 თვალი გადავითვალოთ 4 არა 5 თვალი გადავითვალოთ აი ამ ზოლზე ჩავნიშნოთ 3 თვალი დაბლა კიდევ მეორე ყური აქეთ ხარესაც ასევე 1 2 3 4 5 1 2 3 4 5 ეხლა გავუყაროთ ნევსი და ჩვენი ყურიკოები ჩავამაგროთ ჯერ მაღლიდან და დაბლა გამოვიდეთ სადაც მეორე ქინდის თავი გვაქვს ყურის მეორე ბიბილოში გავუყაროთ და მოვქაჩოთ აი ასე ისევ ამ ადგილას ჩავარჭოთ და უკან გამოვიდეთ აი ასე ჩავამაგროთ ეს ყურიც ეხლა წინა ძაბს გავუკეთოთ ნევსი წინა ძაბს გავუკეთოთ ნევსი სადაც თავიდან ჩაუყარეთ იქ ჩაუყაროთ და უკან გამოვიდეთ აი ასე ეს დინამაზი ყური გამოგვივიდა მეორე დამოუკიდებლად გააკეთეთ ჩემო კარგებო მეგობრებო ეხლა ყელი მივაკეროთ ესე ჩაუღუნდმოთ თავი თავის მეორე მხარეს არ გავხვიდეთ, ისე ძალიან არ მოგივიდეთ და ესე ჩავდოთ. გავასწოროთ. გავუკეთოთ ნევსი. კამერაც ცოტა მოვავწიოთ. დავიწყოთ გვერდიდან არა საერთოდ ეს წაგაცრავად აი აქეთ გვერდიდან დავიწყოთ გაგერო წინა შეიძლება რომ მოხდეს ამიტომ უკან ესე გავქაჩოთ ძაფი ეხლა უყრით სუმაღალ თვალსა ერთ თვალიდან მეორე თვალში გამოვდივართ გონი კარგად ჩანს აი ასე გამოვედით ძაფი კარგად თავზეც იგივე ერთი თვალიდან მეორე თვალში აი ასე ჩამოვწიოთ, შევაერთოთ თავი და კისერი. კარგად მინდა რომ აგიხსნათ და სადაც შეუყარეთ დაბლა ნევსი, იმ ადგილას ისე უყრით და სხვა თვალში გამოვდივართ წინა მხარეს. აი ასე. მოვჭიმოთ თან სივრცე რო არ იყოს. იგივე თავზე სადაც ძაფი გამოვედით, იქ უყრით ისე და ახალ თვალში უყრით.
აი ასე. ისევ დაბლა მხარე, სადაც ძაფი გამოვყართ, ისე ვივანტკიზე შევდივართ. ეხლა თავში, სადაც ძაფი გვაქვს გამოყრილი, გონი კარგად ჩანს ყველაფერი. აი ასე. ესე უნდა მივყვეთ ბოლომდე. საგანგაშო არაფერი არ არის, კარგად მოჭიმეთ. ხედავთ კიდევაც, რომ ძაფი სად არის გამოსული, ისე მათგზე შევუყრით. ისევ მათგზე შევუყრით. ეხლა ყელზე. დიდი თოჯინა რომ არის ძალიან ძნელია. აი ასე. ზედმეტი ძაფები და ყველაფერი შიგნით მოაყოლეთ. აი სად არის ძაფი გამოსული? უყრი ისევ აქ. არ გადაახტეთ თვლებს, არსად არ გეჩქარებათ. ლამაზი ნაკერი, ასე იგი, აი რამდენი წელი ძალიან მიჭირდა გაკერვა. ძალიან რთულია, ყველაზე მაგრა იგი მეჯავრება. ამას პატარა თავი აქვს, თორე მაგალითად ცხოველებს ყველაფერი უნდა დააკერო. იქ ყურები მაგალითად, იქ თათები, ხელები, ცხვირი ძალიან ძნელია. ზოგს ვისაც ეხერხება კარგი კერვა და შეიძლება გამოუვიდეს, მაგრამ ჩვენ გრუპაში ძალიან ბევრი ხალხია, სოვის გრუპა გვაქვს ძალიან დიდი. ყველას მაგ პრეტენზია აქვს, რომ კერვა არ უყვარს სათამაშოების. აი ასე. აი ასე. ლამაზად გამოდის, არც ნასურეთი აქვს არაფერი. აი ასე. ეხლა მაღლა ისევ. ერთი თვლის დასაწყისში, ერთი თვლის ბოლოში. აი ასე. იმას თავი მაღლა აქვს. ცოტა აქ. გავაკეთოთ. აი ასე ჩამოვიდეთ. გონი კარგად ჩანს ხო? აი ასე. აი ასე. გამოვედით უკვე ბოლოში. აი ასე. ბოლო თვლები გადაგვრჩა. ესეც ბოლო თვალი. ჩაუყაროთ. აი ასე. ეხლა უკან გავუყაროთ. მოვაჭროთ ძაფი და ჩვენი თოჯინაც მზად არის. პარიკი ჯერ არ დაგვიმთავრებია, პარიქსაც სხვაგან ახლა როგორ უნდა დავაფაროთ. ცოტა გადამჩა ძალიან დიდი. ძალიან მიყვარს ხოლმე
ერთი ბეწვა თოჯინები არის და პარიკებს ქსოვენ ავტორებს თოჯინებს და ძალიან დიდებს. აი ეს ლამაზი თოჯინა გამოგვდის. მადლობა ყურადღებისთვის, ჩემო კარგებო.